მობრძანდით. გურიაში ხართ ბაღში, ჩემი სახლი უნდა გაჩვენოთ. ჩემი სასახლე. ნახე სანამ სახლში შევიდოდეთ, როგორი ღელე ჩამოდის ჩემი სახლის წინ. ჭხრიალი. ეს ჭიშკარი გუშინ შეღება ჩემმა მეზობელმა გიამ და მეხმარა და შემიღება თუ არა ნამეტანი დაჟანგული იყო. მობრძანდით შიგნით ეზოს გაჩვენებთ. ფილმის დეკორაციას კი გავს ჩემი ეზო. ყველას გონია ძველია ეს სახლი, არა და არაა ძველი. ჩემი აშენებულია. 20 წელი იქნება დაახლოებით რაც ავაშენე. ეს დედულეთია ჩემი, ბაღში ვართ ახლა. ოზურგეთის სოფელ ბაღში ვართ. ამ ადგილას იდგა ბებია ჩემის 2 სართულიანი სახლი. არც ისე დიდი, მაგრამ როგორიც იყო მაშინ ისეთი. მოვინდობე იმის გადაკეთება, გადმოკეთება, გალამაზება და ხელოსნები მყავს მე, მოყვრები, ვაშალომიძეები. და იმათმა მითხრეს უსტები არიან, კარგი ოსტატები. და იმათმა მითხრესო, ამას რამდენიც არ უნდა აკეთო, მაინც ვერ გააკეთებო და მაინც არ გამოგივა ის რაც გინდაო და ჯობია დაშალო. და ის სახლი დავანგრიეთ, გავყიდეთ, ხის სახლი იყო და იმის ადგილას ავაშენე სკოლის დირექტორი მყავდა რეზო ნინიცე, ასკანაში. და იმას ედგა ოდა სახლი, მეორე სართულზე რა თქმა უნდა, ხის სახლი და ამ ფორმის იყო და იმ სახლის ფოტო მქონდა და იმის მიხედვით ავაწყო ეს ფორმა. ნახე, აივანი მთელ სიგრძეზე კი არ გაყვება, აქეთ პატარა ოთახია. აქ ჩემი ბაბუას გაკეთებული ჭაა. რაფერ ამოსულა გვიმრები ერთი ნახე. კაი წყალია სხვათა შორის, გემრიელი. აქეთ მამაჩემმა მეერე უკვე მოგვიანებით იყიდა საცხა სურებში და დადგა ხულა სახლი და მიდგა აქ ვთხოვე ძალიან მინდოდა რომ ქონოდა. ხულა არის გურიაში მოსავლის შესანახი. და ამაში თაგვი ვერ შედის, ეგ არის მთავარი ამბავი, ისია აშენებული რომ თაგვი ვერ შედის და მოსავალს, მთელი მოსავალს გლეხის ოჯახი ასეთ ხულაში ინახავდა წინათ. აქეთ ნალია დადგა, ასევე მამაჩემმა დადგა ეს ნალია. ქვების სხვისგან მოიტანა, მე მგონი მელუების ეზოდან მოიტანა და ეს რეზიკო შევარნაძის კუხნა, ისა ნალია ასკანიდან ჩამოიტანა მამაჩემმა და დადგა ხელოსნებთან ერთად. სულის მოთქმა თუ გინდა აქ უნდა დაჯდი ადამიანი. ეს ბალახი ჩვეულებრივი ბალახია, კოინდარი არა, 1-2 ჯერ არის წელს გათიბული ისე მარტივად და ბევრ ჰორტენზიას ვგავ, წყავები გვაქვს აქეთ, ცაცხვის ხეები დგას შემოსასვლელში 2. იმისთვის რომ სიმყუდროვე და ჩრდილი იყოს მეტი აქ ყოფნას მე ვერ ვახერხებდა. შემოშიგნით გაჩვენებ ბევრ საინტერესებს. ჩემთვის სახლიცაა და სასახლეც. მოდი. აივანი მოგრძალებულია, პატარა კოხტა. მეტი რა უნდა იყოს, რა ვიცი. ჩემთვის კმარა. ფეხებზე დგას ეს სახლი თუ დააკვირდით, ბარჯგებზე. და ქვევიდან ჰაერი უქირქილებს, ამიტომ არასდროს ნესტი არა, მთელი წლის უმყოფი რომ ჩამოხვიდე. აქ მაინც სიმშრალე და სიმყუდროვია. და დგას ხის სახლის სურნელი. აქ შეშის ფეჩი გვიდგას და სამთარში აქ ყოფნას არაფერი არ ჯობია, ერთს რომ შეანთებ, კარგად ხურდება. ეს ბაბუა ჩემი და ჭოლაწულაძის საერთო ბაბუა. ჩვენ ერთი ბაბუა ვყავთ, მე და ჭოლას. არ მერიდება წამოშე გახედებ. ეს ესმა ბებია ახალგაზრდობაში. ეს ჩემი ბებია სპერანგის ნაჭიერია, ნახე? ნაწილი რაღაცის. აქედან იბუჯრაში ვიპოვე და აქედან წაღებულია და მე ჩავსვი. ეს ჩემი ბებიას გულისპირია. დაშლილია რა თქმა უნდა უკვე და მე მოვერიდე რომ თლათ არ დაშლილიყო და ისე ჩავსვი. ეს ხალათებია რა ვიცი, ჩემი ბებიების უკვე აქ ჭილოფის ქუდები ძველი უკვე აქითა ბებიების, არა იქითა ბებიების. აქ ვითომ პატარა სამზარეულოა. სულ ეს არის, ეს ჩანიკით ჩემი ბებიას როინდელია. ეს ფოდნოსები რომლებზეც ვგიჟდები და ვერ ვპოულობ, ისე მინდა საყიდლად მომწონს. არც პლასტმასაა და არც ბაკელიტია თუ რა არის, არ ვიცი, რაღაცა და ძალიან მომწონს ეს ფოდნოსები და ეხლა ვეღარ ვპოულობ. ეს შუშები ჩავსვი ჩვეულებრივად, მარტივი იმის ბუფეტის შუშებია, მერე ჩასმული. ეს ძველი კარადის 2 ნაწილია, ნახე, აქ ატამანკა დაუდგი. ეს ჩემი ბებია სუფრა იყო. სტუმრებს უფენდა. დიდი მაგიდა გვედგა ეზოში და განსაკუთრებული სტუმრები თუ მოვიდნენ, მაშინ გადააფარებდა და აქ კედელზე გავაკეთე, მერე სარკე მივაკიდე. ეს იმ ძველი კარადის ნაწილებია, 2 ნაწილი. ჩემს საძინებელში ნახე, ეს ტახტი ცაქაურია. ესეც ბებიას საბანია.
ყველა ნაჭერს ვცნობ. ეს დედაჩემის სარაფანი იყო, ეს ჩემი ბებიას ხალათი იყო, ასეთი წინსაფარი ქონდა. ესენი სულ ყველა მახსოვს. ყველა ნაჭერზე შემიძლია ამბავი და ისტორია მოგიყვეთ. პატარა აქაურობა, მაგრამ საყვარელია. ჩემ ბაბუას ნარდის სათამაშო მაგიდა. ნახე რაფერი წავიღე აქიდან ეს აქ იყო და წავიღე და თბილისში მაუდით მე ნათელამ გამირესტავრირა ასე ბრუნდება და გავაახლე და შევინახე. ნახე რა კაი მწვანე აქ ქვეში. ახლა რომ ჩამოვდივარ ჩემოდნის დასადებად ვიყენებ. ნარდის სათამაშოდ მე არ მცალიათ. ამის ადგილას ეს ინდურია და ეს არ იყო აქაური და მინდა ეხლა ესენი გავაკრაჭარიდან ჩემი ქალების მოხარგულია და ბოტანიკის მასწავლებლები არიან. მე ვფიქრობ მოუხდება ორი ცალი უნდა გავაკრა აქ ამის მაგივრად. ეს სიფერადე მოუხდება მგონია. ეს ჭაღები არაა ძველი ორიგინალები არ არის. მე აი ნახე გაყვანილობას როგორ კარგად გააკეთეს. ხის სახში ამაზე პრაქტიკული არაფერი არაა. ეს სარკე და აფთიაქი ჩემმა მასწავლებელმა ჟუჟუნა ავალიშვილმა მაჩუქა თავისი სოფლის სახლიდან, საქარიქეთიდან, კიცხიდან. და იქიდან წამოვიღე და გავაკეთე. ეს ვიშოლკა, ჩამოსაკიდებელი და ის ეტაჟერკა ჩემი ბაბუისა. ესეც აქ საიდან აღმოჩნდა, არ ვიცი, ფრანგული სავარძელია. ფრანგულია, მე მგონი ქვია ტეტა-ტეტ, საკოცნაო რომ არ უნდა აკოცო შეყვარებულს. არ მგონი ახლა ჩემ ბებიებს და ბაბუებს საკოცნაოთ რომ ეცალა ასე. მაგრამ ცალი სავარძელი საყვარელია და მომწონს. ეს ნივთები ყველაფერი შევაგროვე და გავაახლე, გავალამაზე და ისევ გამოვიყენე. ხო, ამ მეორე საძინებელში სტუმრებისთვის ორი საწოლი მიდგას და ცოტა კიჭრიჭინებს, მაგრამ გადავაკეთე სხვათა შორის ფიცრები ჩაუდგი, ის არა აქვს, რეზინი ისინი აღარა აქვს, პრუჟუნები. ხა პრუჟუნი ნამეტარი იქნებოდა. ფიცრები გავუკეთე და მატრასი თუ რა ქვია იმას, ლეიფი. სამბარიანი ლეიფი ჩაუდგი. ეს არის სულ ჩემი სამფლობელო. აქ ტუალეტია. აბაზანა. ამ სახლს სხვათა შორის კარგად გააკეთეს. ხის ხო არის ყველაფერი და უკანა მხარეს მოაშენეს ქვის პატარა ნაწილი, სადაც საკუჭნაო სარეცხი მანქანა და რაღაცები სადაც დევს და აბაზანა უკვე ბეტონისგანა, ქვისგანა. წინიდან ეს არ შეიმჩნევა რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცი, ჩვეულებრივია. დიდი სარკე მივაწები აქა და ცუდი არ არის. ესეც ჩემი აჭარა. აქაურობას უხდება. რაფერი ყანა აქვს მამა ჩემს ნახე? ეზოში მშვენიერი ყანა და უთესია. რა ვიცი, სულ ესა აქაური ავლადიდება. მეტი ვერაფრით თავს ვერ მოგაწონებთ, მაგრამ ვიცი რომ ბევრს აინტერესებს და ბევრს ეოცნებება ასეთი სახლი და მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც ამაზე მეტი არ ჭირდება. ღმერთმა თქვენ მოგცეთ სიხარული და კარგად გამყოფოთ. თქვენს სახლში, თქვენს კარმიდამოში, თქვენს ახლობლებთან ერთად. ბედნიერები ვიყავით. აქ რომ ბავშვები დარბიან, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არაა დედამიწაზე.